დღეს ისევ რუსთავში ვართ, ისევ წვიმს და ესეც ცუდი ამინდია, მაგრამ დღეს არ გაჩვენებთ 4 ბორბლიანი რაშების შეჯიბრს სიჩქარეში. დღეს გაჩვენებთ 2 ბორბლიანი რაშების shows, ასე ვთქვათ, moto drag racing shows. ცოტა ხანში აქ დაიწყება ძალიან მაგარი ცეცხლოვანი show და ნახავთ ვინ მოიგებს ავტოდრომის drag racing-ში. სპორტის ეროვნული ფედერაცია და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ატარებს პირველად საქართველოში რუსთავის ავტოდრომზე მოტოშეჯიბრს. მიუხედავად იმისა, რომ საზისხარი ამიდია და გაგვექცა ყველაფერი, მაინც დავდივართ, ძალიან მაგარი შეჯიბრი გამოდის. ძალიან დაძაბულობაა, იმიტომ რომ აინტერესებთ ვინ მოიგებს. რუსთავის ავტოდრომზე ტარდება პირველად შეჯიბრი, მაგრამ ისე ჩაგვიტარებია ძალიან ბევრი. ნუ რა ვიცი. გამარჯვებული რასმი? გამარჯვებულს ეთნება ფულადი პრიზი, ასევე აბონემენტები, ასევე ფასდაკლების მონეტები და ასე შემდეგ. რავი, ყველაზე მაგარი შეჯიბრი. ძალიან ბევრი ექსტრემალური შეჯიბრს ვაწყობთ, იქნება საქართველოდან გასვლაც ასევე. წაგვართო ეს. საქართველოდან გასვლა ასევე და რა ვიცი, მაგარი ბაიკერები ყავს და ძალიან დიდი სურპრიზი გეოდება, ძალიან მაგარი ადამიანი ყავს ჩამოყვანილი. და ნიუსხულერი მაგარია ეგ. კაი, ნიუსხულერი მაგარია ჩემთან ერთად. მე კალთაში გიზივარ ეგეს თქვი. აი დუმბოკი და კალთაში მიზის. ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტით არის გაკეთებული და იმიტომ ვატარებთ აქ, რომ ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია გავს სხვადასხვა ქალაქებში ბევრ ფესტივალს, ბევრ კაი სანახაობას და იმედია, რომ ყველაფერი კარგად გამოგდის. ეხლა ვუყურებთ თქვენ, რომ მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი 600-იანებში და ვნახოთ რა იქნება. თავარი ამიდმა კიდე ხელი არ შეგვიშალოს და წვიმა არ წამოვიდა. ნამდვილად ეხლა ტრასა სველია, ბევრად უფრო ნელად ადიხარ და იმ მონაცემებს ვერ აჩვენებ, რაც უნდა აშრონოს შალტასაზე და ბევრი შემთხვევაა, როგორც ეხლა ჩემი მაგალითად. იგი 1000 პლუს კატეგორიაში, ანუ ყველაზე სწრაფ მოტოციკლეტებში საქართველოში. მოგებული კატეგორიაში ამაში არ მაქვს შარშან გავედი და ავიღე მეორე ადგილი. და წავიღე პირველი ადგილი. აიცა მიღებენ ინტერვიუ. როგორ ახლა? მოდი. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს შემთხვევის გართობა არის და ალბათ ნებისმიერი სახის ექსტრემალურ კონკურსში მონაწილეობას მივიღე. პირველ ადგილზე გავედი და რავი, მადლობელი ვარ და გამიმართლა, უბრალოდ ძალიან რთული იყო დღევანდელი ეს შეჯიბრი, იმიტომ რომ საფარი იყო სველი და ბევრად მაგრამ არ შეგეჭირა, ესეც სველი იყო და ძალიან დიდი სიჩქარე იყო.
ვარჯიშის დამსახურება. ანუ წვიმაში რა დიფარ ხოლმე? წვიმაში შრალზეც, ენურზეც და ყველაზე მაგრად მინდა რომ კი. ყველაზე მაგრად მინდა ჩატარდეს კალცო. ეგ რა არის? აი რბოლა 12 კილომეტრი არის. მაგისთვის ვარ აქ მოსული რეალურად. ამაზე გამოსვლას არ ვაპირებდი. რავი მე მგონი. არ აპირებდა გამოსვლას. მე მგონი რა უბრალოდ რავი გამოვედი. ტალონები, რისი ტალონები? Millions in the folder, I'll show ya how. Thinking it's a soldier, I'm calling how. Got spinning over, low up. Chicken getting more bucks, dipping in the Porsche Force. Got my head tripping in this Porsche truck, and I'm skeet spitting to absorb dust. I'm a star, she ain't trying to get abortions. I'm fresh, falling to the death.